ვერ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ გადარიცხავენ ფულს უცხოეთში, ბანკები ვერ მოემსახურებიან. რომან გოცირიძე განმარტავს, რა შედეგები მოხდება ბრიტანეთის მიერ იმედისა და პოზიტივის დასანქცირებას. პაკეტი, რომელშიც იმედი და პოზიტივიც მოხვდნენ, ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურია. რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის დასანქცირებული იმედსა და პოზიტივის ოცნების წევრები ერთი მეორის მიყოლებით იცავენ და ბრიტანეთს თავს ესხმიან. ჩემთვის არაფერს ნიშნავს დიდი ბრიტანეთი რას მიიჩნევს და რას არა ამბობს კალაძე, რომელიც ვერ იხსენებს რა იყო დასანქცირებული ტელევიზიების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია. სხვა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაში ჩარევას ბრიტანეთის ხელისუფლებას ერჩივნა საკუთარი პრობლემებისთვის მიეხედა. თქვა ოცნების ლიდერმა გერცხალია. ძალიან საჭიროა ფინანსური საქციები. სოციალურ ქსელში ვრცელდება ირაკლი რუხაძის 2024 წლის განცხადება, სადაც ის სანქციების მნიშვნელობასა და საშიშროებაზე საუბრობს. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ სწორედ გაერთიანებული სამეფოს სანქციების შიში იყო მიზეზი, რის გამოც ბრიტანეთის მოქალაქე რუხაძემ იმედი რამდენიმე კვირის წინ 1000 ლარად გაყიდა. იმედის დასანქცირებაზე ევროპარლამენტშიც მუშაობენ. ამის შესახებ იმედის ყოფილი ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გასულ წელს ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა კოლეგებს წერილი გაუგზავნა, სადაც ტელევიზიისთვის აკრედიტაციის შეწყვეტას ითხოვდა. შტაბ-ეჭვება დამჩა, რომ ზოგ სანქციებიც კი სურდა და მერე მოაბავდა 1000 რამეს, წერს ჟურნალისტი.